ადამიანების ჯანმრთელობის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მკურნალობით, როგორც ფიზიკურ დონეზე, ასევე ფსიქოემოციურ დონეზე და ასევე მენტალურ დონეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დაგვენერგა ისეთი მკურნალობის მეთოდები, რომლებიც გაასწორებდნენ ჯანმრთელობას სისტემურად, მეთოდები, რომელიც, დღემდე არ არის ჩვენ სამედიცინო სამყაროში ცნობილი, მაგრამ ჩვენ უზარმაზარი პრაქტიკა დავაგროვეთ და უზარმაზარი რაოდენობა კმაყოფილი პაციენტების. ბომინის მეთოდი, რომელიც ძალიან ბევრ დაავადებაზეა გათვლილი და ძალიან კარგად არეგულირებს ჯანმრთელობას უჯრედულ დონიდან დაწყებული. ასევე ოზონოთერაპია, ასევე პროლიფერაციული მეთოდები. მოკლედ მეთოდები, რომელიც ფიზიკურ დონეზე ადამიანებს გამოუსწორებს იმ მდგომარეობას. მოვიხმარდით გომეოპათიურ მკურნალობას, ძალიან კარგად შესაძლებელი იყო ფსიქოემოციური წონასწორობის გამოსწორება. დარჩა ღიად საკითხი მენტალური პრობლემების. გამოჩნდა კლინიკაში სპეციალისტი, რომელსაც ქვია გიორგი აფრიამაშვილი, რომელსაც 12 წლების წინ სტუდია კავკასიური იოგა, ამიტომ გადავწყვიტეთ კლინიკაში უკვე მენტალური პრობლემების მოგვარების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში და მოგვარებულად გამოცხადდეს.